guys, მოგესალმებით, მეგობრებო, რა ვახ საშვებით ხართ, მაგრად დაგიბრუნეთ ახალი ვიდეოთი. ეგეზიასი ქვია თუ ამის სახელი ხო მე ვერ დავიმახსოვრე. ვერ ვკითხულობ ეგეზიას. ანუ სახელები გიკითხები როგორც წერია, მაგრამ ზოგი ეგრე არ არის რა. კაი ხო მოდი ახლა ჰელზი, ვანჰენდი, პოლარმი ამას ბოლონდი აქვს კაცო. throwing და defense მინდა ამაზე გავზარდო. კაი ბაზარი არ არის. ამას 10 მოემატება, დავრჩება მე 30 და 60 გახდება. შემდეგი ორი ლეველიც ისა shield wedding გავავსებთ. ან defense. იზრდება speedy of the shield position. ხო. რაო? shield position-ში იზრდება speedy-ო მარტო. Speed of shielding position ეგრეც იკითხება. მე ეს არ წამიკითხე defense მეგონა defense აძლიერებდა. Personal skill effect only the character who has this skill. Აცაი. Athletic და stamina უეჭველი ჭირდება, მაგის მოსამატებელი გვაქვს. კაი გამოვიდეთ. კაი მეგობრებო, წინა ვიდეოში მარტო ვაქციეთ ბიზანტია, ეხლა კიდევ წყილად ვაქციეთ, რავი, იმიტომ რომ აქ ვიდეოს გარეთ წავართ ეს ტერიტორიები მარტივად აღაიყვნენ და აქედან დარჩნენ და ეს უკვე წყილად ქცევა არის და ამას მე აღარც დავეტაკები, რუსებს აქვთ ისედაც ამასთან ომი. და რუსებიც წაართმევენ ამ ტერიტორიას, რადგანაც უკვე აქეთკენ ეს ტერიტორია წაართვეს, აი ესა. აი ეს წაართვეს, ისე ვიტკენაც წაართვეს ამოდენიმე. აქ ქონდათ ეს თორზოკიც მაგათი იყო და წაართვეს. აუ ეს არმიები რა არის, ბიჭო, დეფენსები რატო შეიქმნა? ალებერგს წავუთმევით. არა და გავაუქმე, მეთქი სულ გავაუქმე, წავშალე ეს არმიები და მაინც შეიქმნა. ნახე 1 2 3 4 5 დეფენს არმია შეიქმნა. იბრუნდით მეგობრებო. ცოტა ხნით გასვლა მომიწია, რადგან ერთი ამბავი იყო აქ. კონკრეტულად ის რომ პოლიცია დააყენა მეზობელს თავზე. ანუ ის ვინც დააყენა გიჟია და თელ სამეზობლოსთან ყველასთან ჰქონდა ადრე კონფლიქტი. არც მიგოს. ხო, კაი, მაგას ახლა დავანებოთ თავი დაგიბრუნდით და ანუ რა მქონდა ახლა მე გეგმა რა, ეს რომ ავიღაკ ახლა იქნებ გადასვლას არ ვაპირებ, მაგას რუსები მიხედავენ და მინდოდა ჯერ აი აქედან დამეწყო. აქედან დამეწყო და რუსების წავერთმევენ ტერიტორია გადმოსწო ცოტა აქეთ რა. და მე ყაზახებთან ჩამოსულიყავი. და ეგ ახლა შეუძლებელია, რომ ყაზახებმა ომი გამომიცხადეს და რუსებთან შვიდობა მაქვს. ახლა ყაზახებთან ომი რო დავიწყო ტერიტორიების წართმევა, რუსები იქიდან დამატყდებიან და დაიწყებენ ომს რამდენად ცოტა ხანში რა. ამიტომაც ეგრე არ მაწყობსო. ამიტომაც რავი რაღაცას ვიზავთ რა. ანუ არ მაწყობს, იმიტომ რომ ყაზახებთან და რუსებთან ერთდროულად მექნება ომი. იმიტომ რომ რუსები არ მგონი ხანს შეყობდნენო. კაი, მოდი დავიწყოთ ახლა თამაში. ყაზახებს დავისხათ თავს. სხვა გზა მაინც არ აქვს. ამასობაში მოდი ახლა მითხრა ეს ხელახლა გასაკეთებული. კი, გავედე, შემოვიდი, ხელახლა უნდა მომატო ლეველები. რაპუნჩი. თამაშიდან ეს რო გავედი, ცოტა ხნით უკან გადაახვიე თამაში. მიდი. ეგ არის, კაი, ახლა მოდი, ეს მოდი ასე გავწევთ, არ გჭირდება. პირველი არის 1600-იანი, მეორე 2000-იანი, მეორე თითქმის 2000-იანი. მეორე 3000-იანი, ეს მეოთხე პირიქით. მეხუთე 3000-იანი. მოდი, არ გინდათ ამდენი ხალხი კაცო ერთი იმაში. 400-ით ძალიან კაია. თქვენც აი ახლა შენ არ გინდა, არ გინდა მან წადი ჯარი აიყვანე შენცა.
შენცა ამას უცებ ვიზაო და დაგიბრუნდებით რა დრო რა დაყარგო დაგიბრუნდით მეგობრებო როგორც ჩანს უკვე ჩემი გენერლები მოვიდნენ და წინან საუბრობთ ზუსტად ამაზე და რუსებად გამომცხადეს ომი იმედია ცოტა ხანი დამაცდიან და ომს არ გამომცხადებენ ესა ეგრევე შემოტევაზე არ წამოვდნენ რა უდა კაია კოლა აჰა ეხლა უნდა ვიყოთ ყურადღებით რომ რუსებმა არ დაგვარტყან სადმე თუ დაგვარტყავენ კიდე 7 არმია ყავს კაცე 1-2000-იანი მეორე 2500-იანი ძალიან ბევრი 2500-იანი მაგდენი რა თქინდა 1800-იანი 2400-იანი 2100-იანი 1700-იანი 1800-იანი ჩემი არმია დახმარე 1825 კაცი დამხმარები ყავს აქ რა რომლებსაც მომუმატებ კიდე ჯარს მე მიცევ რა აი ეს 2500-იანი უნდა მოუკლო რა აი შენ და მაშინს თუ რამე გარეთ მყავდეთ დამხმარე ძალა ეგრევე სადმე დავგვარტყავენ და ჯარი რაღაცეებზე მე-6 არმიამ იყო ჩაღა კი ბატონო ახლა მე-6 არმია იქითკენ მორჩა და გაუშვათ აი ამაზე მე უკვე ამას ავიღებ აუ ეს რამე გამითხარითო ეგ არ მომეწონა აი არა უშავს მეგენი ყოველთვის მიყოლება აჯანყებულებით მაგას ვერ გავაქცევით კაი ეს ავიღეთ წამოვწევთ სივაზე მივეშოროთ და სივადან სხვა ქალაქზე გაუშვათ ესენი ეგრევე შევვარდეთ 3000-ნი ვართ ბაზარი არა და ჩემი დახმარები გარეთ იყო მოიტა ელიტა და ესეც მოიტა ელიტა არმი სივას ამუცავთ ეხლა ხო კაი თქვენ მოდი წადით ამაზე ხო და მეწავალ ამაზე აბრის ეხლა ეს 5 ნომერი და არ ტყავს ალყას და მე მივეშოდები მაგ 5 ნომერსაც ამოდი ამოდით ჩემო ბიჭებო გენაცვალეთ გიქუწუნეთ გულში სულში ამოდით აუ შეგა მაკლდი რა სრული ბედნიერებისთვის კაი ეგენი პრობლემას არ წარმოადგენენ სიმართლე რო გითხრათ ვა ბიზანტია ნახე რაღაცა პატარა ჯარი დაარტყავდა როგორ ალბათ იმიტომ რომ ჯარი საერთოდ აღარ დარჩა უკვე მაგსაც უდავს მაგას დღევანდელ ეპიზოდში მაინტერესებს რამხელა ტერიტორიებში გვექნება წინსვლა რა ეხლა თუ ვერ დავამარცხეთ ამ ეპიზოდში ყაზახები არ ვაპირებ რომ მოიცა ერთმა გენერალმა არმიამ იყო ჩაღა ოჩანს პირველმა არმიამ იყო ჩაღა ხო კი მაშინ მოდი იცი რაზე გავუშვათ აქეთკენ ყამაკურად უწევს ნახე ეგ საცოს დავიეგა წამოვიდავი მაგაზე გავუშვათ პირველ ნომერი დღევანდელ ეპიზოდში თუ ვერ ავიღე ეგ პრობლემა მე-7 არმია შეიქმნა თავისი და აიღებენ მაგ ქალაქს ხო რას ვიძახდი დღეს თუ ვერ მოვრჩი ამ ვიდეოში ყაზახების განადგურებას ვიდეოს გარეთ ყაზახებს არ შევეხები რადგან ბიზანტიას იმიტომ შევეხებ ბიზანტიას იქით მხარეს კიდე ქონდა ტერიტორია დარჩენილი და არ ვაპირებ ხო ვიდეოს გარეთ ქვეყანა გავანადგურო ვიდეოს გარეთ პატარა ტერიტორიებს წავართმევ ხოლმე რომ მალე მოვრჩი რა ეს კამპანია აჰა მეთქვინე რაღაცა მაიღო უკვე ქალაქი
წამო ნევიშაზე გავემართოთ, მოით ჯერ აქ მივეხوارთ ბარემ და ეს გავუშვათ სხვაგან. უცებ რომ მათ დღევანდელ ეპიზოდში ყაზახები გავუშვათ იმ ქვეყნად. ეხლა ბოლომდე ვერ გამონადგურებთ მართალია, მაგრამ ციხესიმაგრეები აღარ იქნება და სხვები შეძლებენ რომ გაანადგურონ მალევე. მიდი შედით მანდ, შედი რა მე შევიდე. 4000 მივართ უკვე. კაია, მოიტა. გუნდით ეხლა ტაბრიზი აიღო? თუ ვინა ხო, ტაბრიზი აიღო ამან. აბა 5 ნომერი აზე მყავდა გაშვებული, სადაც 5 ნომერი ვაფშე. მოიცა. ტაბრიზი და 5 ნომერი სანლიფ. მე-6 მე ვარ და შევეშალე კაცო. 4 ნომერი იყო ეს, კაი. ტაბრიზი თუ აიღო მაგან, მოდი ეხლა ეგ გავუშვათ. აი ამ ქალაქზე. ადის მიდის ბიჭებო. რაღაცა ვიღეთ კიდე. კაპტურ ტრაბიზონი. კოპტერი. მოიცა რატო დაწერა უჯერ? აზიარო მოიცა, ვინმე ხო არა იყო ქალაქი კაცო, არა. ესენი რა შვებიან მეშვიდე, არ ვიცი, ვაფშე დარიან ეგენი. მეზარები ხო მაგათ დაშლა და პირით მაწყობს კიდე მაგის აღება. მაგას ვაიღებენ მე დავშლი რა. ან პირდაპირ რუსებს შევატევინებ აი ამ ციხესიმაგრეზე. მე სახელის თქმა მეზარება, სად არის კაცო? აი ამაზე. ბესინგა ისინიც და თავს. არა, ამ ეპიზოდს თავს მოჩევთ, იმიტომ რომ ნახეთ 19 წუთია და ანუ ამ ხელა ჯარი რომ მყავს შეკრებილი. ეგ ძალიან დიდი პლუსია რა, იმიტომ რომ სანამ მე ერთ ქალაქს ავიღებ, ისინიც უკვე იღებენ ქალაქებს და ეგ ძალიან წინ წამწევს რა. კიდევ დამასლოკინა ლაპარაკის დროს. თან მეც თუ მოხდები მივალ წავეშვებული სხვა ქალაქზე გავუშვა, უცებ რომ სწრაფად გამონადგუროთ რა ესენი ახლა მეტი რა თქვინდა რაღაცა ქალაქი კაპტურეს ნევიშე კაპტურეს ხო მიხდი უკვე მეხუთე ნომერმა იყო ჩახაქვევით. ათაქ მეხუთე ნომერი იყოს ეს და პორტალარანთან იყო ჩახა მეორე ნომერმა. მაშინ წამო შენ გაგიშვებ აქეთ და მე წავალ აქეთ. ან ამას გავუშვებ აქ და მე წავალ აქეთ. მე 3 ნომერსაც მივშველები იქ. და მე წამოვიბუხრანთან და მე 3 ნომერს გამოვუშვებ ამ ქვედა მხარეს რა. წამო ეხლა შენ აქ. ავი სხვა რაღა დავრჩა. ეს ამანაც აიღო 3 ნომერმა? კაი, მაშინ ბუხრანთან კი არა, მე კი არ წავალ, ამას გავუშვებ. ხო, ეგრე ჯობია. მოვაიც კარგად გადახედო, კიდე ვინმე რამე ხო არა იყო არა? დავუშვი ჯარი დამჩა. კიდე ნამხელა არმია მყავს არჩენილი რა, არის რა უბედურება. და 2000, 1900, 1900, 2600, 1700, 1800. ეს მე-6 არმია. ჩემი არმია დაიშალა? კი, დაიშალა ძმაო, ალე მაბო. რა პონჩიო? აი არა უშავს მაგათ გარეშეც უკლავდები კარგად მეჯას. Must invent you or take for the pots used things. სად დავარტყეს? მან ვინ დავარტყა? აუ ეგენი იქნებიან. 7 ნომერი შეიქმნა მაგისთვის 2400 კაციანი არმიით. რომელიც აზიარვა მიასწრებს თუ არა. ხუთი ნომერს გავუშვებ მოდი მაშინ. ცოტა ხნით შეყუნდება მანდ რა მეტი. ატაკი რა თმინდა წადი დეფენს ბიჭო. აი ამან უკვე ცოტა შემაყოვნა ამასთან ეხლა. ბრძოლაში რაც არ მომეწონა. 65
სოფელში 65 კაი ბლომათა. ამინდა ექსპერტებიც. უგრენჩ. მიდი რა სოფლებს გადაუვარეთ ხოლმე რა არის. მე გათ მინდა კაც. ხალხო პოსტი მოგზადებული თუ გადახვალ ჩემ არხზე იქ ამგიდით მე home ანუ მთავარი ისას გვერდი მე ვიდეოები და გვერდზე გადაყვეთ პლეილისტი და იქნება პოსტები. პოსტებში გადახვალთ მად მიწერია რომ ანუ რა თამაში გადაგიღოთ რომ ერთ თამაში მაინც რომ მორჩევი მეთქი რა. და წაიკითხეთ და კომენტარებში დამიწერეთ თქვენი აზრი რა თამაში გინდათ რომ ის ანუ მაედან ყველა თამაში მინდა რომ გადავიყო რა. მაგრამ თქვენ რომელსაც ამოიშვეთ იმას გადავიღებ. ჩემი სურვილი იქიდან ყველა თამაშის თამაშია რა. დავით თქვენ რომელსაც გაგიხარდებათ იმას გადაგიღებთ. ერთი უნდა ხო თუ სურივალიც გინდათ ეგეც მითხარით და სურივალსაც შევეცდები რომ გადაგიღოთ. არ შემექნება მაგაზეც პრობლემა შემიძლია თავშეულ გადაგიღოთ სურვალით ერთი ჩემმა გამომწერმა მითხრა მაშინა ოქსიდი და მაგაზე გადაგიღებთ რა. აი რომელმა იყო ჩაღა 4 ნომერმა იყო ჩაღა 4 სად არის მანდ არის ხო კარი შენ მაშინ მანდა გიშვებ ეგრე და მოდი 7 ნომერი 2000-იანია 1000 აი იყავით მანდ კაცო რავი დიდი არ მიარდაეყენებინა მან თავზე და თავი დავიზღოთ ახლა აზე უნდა ავიტკივარ თავი და კამაკურამაც მომი გამოგვიცხადა ვო თუ აიღეს მაგ ტერიტორიებს მაინც მეწავართ და რა აზრი აქვს მაგისთვის რაო ის რაღაცა მიყო ჩაღა აბა ვნახოთ რომელმა იყო ჩაღა თუ პირველ ნომერმა იყო ჩაღა აქ თუ პირველ ნომერმა იყო ჩაღა მაშინ პირველ ნომერი სად გავუშვით თითქმის უკვე თერუკასთან ომი მაქვს კი თერუკაზე ომი მაქვს ყველასთან ომი მაქვს G დინასტია უტევს არა ინდია დინასტია უტევს თუ G დინასტია ვერ ხვდები არა G დინასტია G ინდია დინასტია აღარც არსებობს ეგ სულ დამოვიწდა კაი პირველ ნომერი რადგან მანდ არის წამოვაუშვათ ამაზე რა მე თუ ყველა ადსად შეტევა დაიწყის იმაზე კაი ვერ მივეხმარები ვერცერts არა არც მაძლევს დატაკების უფლებას პირატებას გამოგვიცხადეს სომიო და მაგათ რა ჯანდაბა უნდა თუ ხვდებიო და რატომაც არ მაძლევს უფლებას და თავს დავესხა კაი არ არის პრობლემა ისინი მორჩებიან კაცო იქ ჩემ დახმარების გარშემო მე წამოვალ მაგამდე სულ სხვა ციხესიმაგრეს შევუტევო რა კამაკურა შეგუტანმა ტვინი არ გამიბრღოს სოფელი აიღეს როგორ ჩანს ბიჭებმა და როგორ ჩანს კამაკურა შეგუტანი შეუტევს მერვს ხო არა უშავს ის იმანი მორჩებიან და გაუშვებ იმაზე დასაცავად კაც მე წავალ მაგამდე სხვა ტერიტორიებს ავიღებ სამარკანდიც აიღეს ტიპებმა ბევრი ხალხი არ ყავს ახლა აქ გამაკურას ავი თუ რამე აურაცხელი ჯარი არ მოიყვანა მაგრამ მაგ ხელა ტერიტორიები არ აქვს რომ მაგ ხელა ჯარი დამაყენოს თავზე ოპა თქვენ გენაცვალეთ რომლები იყავით აბა პორტ მათმა იყო ჩაღეს ორნა ნომერმა და გაუშვათ მოდი ეგ მან სხვა ვინ იყო ჩაღა პორტ იმაზე დეფენსი არიან ესენი კი ბატონო ესენი დეფენსი არიან და მერზე იცავენ ესენი კი ბატონო
კასტელოვზე ჰოლი ანჯელი ავიღეთო? კასტელოვ ჰოლი ანჯელი ვინ აიღო კაცო? არ ვიცი. რაღაცა იამან აიღო 4 ნომერმა. პორტ ზარანჯზე რომ გავუშვი ახლა. ბუხრანიც ავიღეთ. აია ბუხრანიც თუ ავიღეთ, ეხლა შემიძლია ეს ამათ უბრძანო დეფენსი ამაზე. პორტ ზარანჯიც ავიღეთ. პორტ ზარანჯი სად იყო? მესამე ნომერი მერსიას იცავს. ხო, მეოთხე ნომერი. პორტ ზარანჯი. მეგობრებო, იავია, ეხლა რა გავაკეთო? ამ მაღაზიაში შეუტიოთ. არა, აქ ჯობია. იქ მე გაიმარჯვოს აზიარ ვარ და ხელახლა შესწავი გამიხდება მე. ერთი აქნე წამოდი და გავიგოთ კიდე უტევენ მაშინ იყვნენ. ბუხრანიც აღებულია და რავი, აბა ამ ეპიზოდში თავის კიდე გამოვედი აქედან და ენაც დამება. თავისუფლად ზარანჯიც ავიღეთ. მორჩებით ანუ ყაზახების განადგურებას რა. ზარანჯიც ვინ აიღო ზარანჯი? მაგან და გავუშვათ აქ რა. გავანადგურეთ იმენა ყაზახები ერთი მეორეს მიყოლებით მერსიას შეუტიეს, ეგ პრობლემა არ არის. მანდ მესამე არმია გაუშვი. მესამე არმიაში კიდე გონია 1700 თუ 1600 კაცი იყო და კაი რა ჯი დინასტი, კაი რა. და ძალა გადგია, ეგ არის. ვაკაცი მოგვიგვდაგვი ამდენი ხნის განმავლობაში და ამდენი ციხესიმაგრე ავიღეთ მაგ დროის განმავლობაში. უთვალავი. ერთი კაცი მოგვიგვდა. კაი, ისპაჰანი დაიცავიო, მოიცა. არმი კი არა, კაცო აქ შედიოდი. ისპაჰანს ეგენი უტევენ? კაი, წამო ჩვენ დავიცვათ ისპაჰანი. სხვები არ შევაწუხოთ. ერთი აქნე გადავხედოთ, აბა ეს პირველი უტევს, ეს მერსიაც იცავს, დაიცავით სამაკარდი, პორტინგს იცავს, ესეც ეგრე მერსიაო. არ გვინდა თქვენი ეგრე ყოფნა, მანდა. ეგრე გადით, ვაფშე მე-6 არმია. ხალხი აიყვანეთ. მე-6 არმიაში მე რატო ვარ და ლიდერი არ ვარ. ეს ეხლა შეიქმნა კაცო. დაიშალეთ კაცო, რა თქინდათ. ეგეთი არმია. სხვაგან არიან თან ბრძოლაში ტიპები. როდის ესენი მოვლენ. მეც მიხედავ ამას უცებ კაცო. არ ჭირდება თქვენი დახმარება ამ ბრძოლაში. ამასობაში მოდი უცებ. ჩემი ჯარის ზოგი ის ლეველი ავწიოთ, ეგრე კაია. კებიცით შევიდეთ და რაც ყოს ელიტა გამოვუშვათ ეგრე. სანამ ესენი შემოგვიტევენ 1000 კაცამდე ცავოთ. მაქამდე ჩვენ შეგვიძლია იცე გავაკეთოთ. აი წამო და
ცოტა რომ შევათხილოთ ესენი. 300 კაცი დავიჭირეთ გარეთვე. ეგ მომეწონა. ელიტა გავუშვათ, ეგეც ელიტა გავუშვათ. ეგეც ელიტა გავუშვათ, ესეც ელიტა. 3 გვინდა კიდე ელიტა თუ ყოლს ახლა. მეტი აღარ ყოლს. კედისითი და რაც არის გავუშვათ ეგრე, გავუშვათ. ეგ არის. წამოვშევიდი ისპაჰანში. თონ ბაილენ აქ ესენი ვიყიდოთ ბარემ. არ დაგვავიწყდეს. დამატებითი ფულის შემოსავალი ვიქნება, იმიტომ რომ ესეთი რაღაცები მოგვიწევს თქვენ მაინც. ეხლა ეგენი ვებს ვერ გვიზავენ, მაგრამ მაინც საომავლო შეიძლება დიდი არმია დავუყენო მაგან თუ არა შეიძლება რუსებმა არის და თავი დავისხიოთ რა, თან ფული მდენი მაქვს ეს არც არაფერი არ არის. კოპტუ ვიღაცამ ჩემმა არმიამ იყო ჩაღაო. მეორე არმიამ იყო ჩაღა, სად არის მეორე? წამოვიდა მაღაზი გავუშვოთ. მესამე არმია არ გვინდა ჯერ. ეგეც არ გვინდა. ბრძოლაში არიან სამან კარტთან. ესენი ბრძოლაში არიანო. what? პირველი, მეორე. 5 არმია ყოსული ხა. და გამოძახება ხო შემიძლია კაცო, კი ძალიან ბევრი. ერთი არმია შექმნა კიდე შემიძლია დაჟე. რამდენი არიან? ნორვეგიას რაღა უნდა ეხლა რა. ბებია ჩემო დამიძახა, არაფერი იყო მაინც და 189, 49, 99. 300-მდეც არ არიან ტიპები რა. შემიძლია ეგრევე თავს დავესხა, მაგრამ არ მინდა. თუ არ ჩამიწვეს დახმარებაში. რა თქმა უნდა ესენი ელიტები მინდა მარტო ექსპერტები გადააშენე. ეგრე არ მიჭირს რომ ექსპერტები ავიყვანო. აი უცე მოდი ახლა ეს გავყიდოთ რაც მაქვს აქ და დამატებითი შემოსავალი გავიჩინეთ 800,000 მოგცა. აი პრონომერმა იყო ჩაღა და აიღო ეგ და ახლა შეგვიძლია გავუშვათ ვაფშე ეს აიღოს და ვაფშე მოიცა ვაფშე ზო მივეკარე კაცო. ვილიჯები დარჩა ყაზახებს. ერთი ქალაქი დარჩათ აქ. ეგეც წაუთმევიათ. მაგრამ მაინც დარჩათ ერთი ქალაქი. აი ამას რო წავართმევთ. შეგვიძლია თქვათ რომ გავანადგურეთ, მაგრამ ეგ პრობლემა აღარ არის. ეხლა შეგვიძლია თქვათ რომ ყაზახები განადგურებულები არიანო. ამიტომაც მაგას ვიტყვიოთ. იქ ახლა ჯარი საყვანი ჯერ ვაპირებ. ასე უნდა გავყვე ახლა ზევით. ამათ და ეს აქ დარჩეს რავი მეზარები ახლა იქიდან ხალხის გაშვება. ერთი შევხედო აქ ყველა ხოლო შეტევაზია. მერსიას იცავს ეგ უბრალოდ სამაკარts. 4 და იშალა ერთი არმია, კი. აი შევქნათ მოდი. 100, 200, 300, 400, 500, 600, 700, 800, 900, 1000, 1100, 1200, 300, 500, 1600, 1700, 1800 საკმარისია რა. ეგრე შეიქმნა 1000 იმასატო დავაწექი, კაი.
600, 700, 800, 900, 1000, 1300, 1400, 1500, 1600, 1700, 1800. ტიჭკასო დავაწვით დამეჭირა და შეუტიოთ სად შეიქმნა ნახე თუ მანდ ხარ მაშინ მაგას დაარტყი კიდე შეგვიძლია შევქნათ 1 2 3 4 5 6 7 9 10 11 12 13 14 15 იყოს კიდე ერთი და ეგეც შენ 16 და ეს მე-6 არმია შეიქმნა ხო მე-6 თუ შეიქმნა გაუშვათ მაგაზე ნეგარი ჩემი 7 ჩემტევი არმია ვართ რა და კიდე რამდენი დამრჩა გარეთ რა თავისუფლად ლორდები არ მიდე ახლა აქეთკენ ინდიას ინდოეთი ახლანდელი რუკით ინდოეთის ტერიტორიაზე გადასვლა არ მინდა ამიტომაც პირდაპირ წავალ და აქ მივალ რო ეგენი პირდაპირ რუსების ტერიტორიისკენ გავაგზავნო პაპა რავი თუ გინდათ რავი თუ სხვა იდეები გაქვთ კიდე რა გინდათ გადაგიღოთ ამ ვიდეოს ამ კამპანიის დასრულების შემდეგ თელ სოფლიოს დავიწყობთ რა ყოველ შემთხვევაში სოფლიოს ვერ ვიყოთ მაგრამ ევრაზიას მაინც ვიყოთ ევროპა აზია ცოტა აფრიკაც არის რა და სხვათა შორის ავსტრიაც არის ავსტრალიაც არის ანუ ცდილობ და სამხრეთ ამერიკის აღმოჩენამდე მე მგონი ეს თავაში გაკეთებული რომ ეგ ორი კონტინენტი საერთოდ არ არის არც ატლანტიდა დეფენსიო კაგრას მანდ მივდიოდი შედით სამაკარჩი მიდი ეხლა გაგიჩვევ თქვენ უმაგრეს ადგილას წამოდით აი ეგ არის თქვენთვის უმაგრესი ადგილი ეგ გავიგე სხვა რა ხდება იმპერია სონგი რუსებს უტევს დინასტი დელსულთანი კიდე ვის უტევს ჰეარტში მიტევს ჰეარტი სად არის იქ და შეიქმნა მე-7 არმია დათვისთვის კი 1518 კაციანი კი ბატონო იყოს ხაცა მე-6 არმია დეფენსზე მყავს იქ მაგრამ დიდხანს არ იქნება ეგრებო თონ ბაილენდ ეგარ ყველაფერი ვიყიდით აქ დავიდეთ ახლა მოდი რუსებსაც შემოვარტყით უკვე რუსების ციხესიმაგრეებსა და მივედით რუსებთან ყაზახები ძალიან მარტივად გამონატყურთ. რუსები ცოტა გაგვირთულდება, თან ძალიან დიდი ტერიტორია აქვთ. და რო აპირებ ეხლა თლიანად გადაყვე ეხლა ერთ ეპიზოდში რუსებს და გამონატყურო. კი, ერთ ეპიზოდში შეიძლება შევძლო რუსების განადგურება, მაგრამ მე მომიწევს რომ ძალიან დიდ ფრონტზე ვებრძოლო დელსულთანს, იქითკენ კამაკურა შოგუტანს და პატარა სახელმწიფოებს რა. და არ მაწყობს ეგრე რა სიმართლე გითხრათ რომ დიდ ტერიტორიაზე ვებრძოლ იმიტომ რომ მე იმ ხელა არმია მყავს ამ პატარა ტერიტორია ახლა ვახერხებ გადასვლა გადმოსვლას და დეფენსების გაკეთებას რა მაგრამ მე უკვე ვეღარ მოვახერხებ დიდ ტერიტორიაზე რადგან ძალიან ნელად ვიმოძრავებთ რა 3 იმას უტევ ერთი კამაკურას უტევ მეორე დელსულთანს 3 რუსებს უტევ
ეხლა 4 გახდება რუსები. ეგრე. ეგეც მე-4 რუსები და მე-5 ვიცავთ. რომელიც ჩემს ქვევით არის, ხო? აქვე არის, მაგრამ მეზარება იქ მისვლა. ამიტომაც წამოეგრე და ის ქარაშარს თუ ვაწერებ რაღაცა მად მივალ. მაგას შემოარტყა მე ალყას. და ამას პირდაპირ გავაგზავნი ჩვენ ზოგადად ქალაქზე, რომელიც სულთ დელსულთან მაწაგვარს რა. ოპ. სამყარო შემოარტყეს ალყა. კასტროზე ჰოლენჯელს შემოარტყეს ალყა და რა უნდათ ამათ გამაგებინე აი აქ. 650 კაც შეიქმნა ეგრევე. აი მოიცა სამაკარტზე არ მოდის ვინმე დეფენსზე? ჰეარცე სამაკარტზე მე 7 არმია მოდის ცლიანად. მოდი იცი რას გეტყვით? თქვენ არ გინდათ სამაკარტზე წამოსვლა მე 7 არმია სად არის? აი ემათო მურჩეს და პირდაპირ იქ დავიდნენ. თქვენ წადით და აი აქ მიდით დეფენსს გააკეთეთ. მაგას მე მივხედავ ეხლა უცებ. მე 8 არმია იქ მიდის, მე 7 იქ მიდის, მე 6 იქ მიდის, კაი. არაფერი გამოგივათო. კაი. ეგ არის. სამაგანცეკრენი ისუტებენ. ეგ არ მაინდებს კაცო აქ მინდა შესვლა. გონია ამის გამაქვსვა მომიწევს სტამინა და ეზლეთიკიც როცამდე დანარჩენი აქ გავუშვა. აუ რა გავაკეთე რა დებილი ვარ. გეთახვევი მართლა მაგარი დებილი ხარ. რატო გააკეთე ეგ სისულელე რომ იმას დააჭირე ხელი. კაია მომეწონა გამოდი და ეხლა უცებ ეს გავაძლიეროთ. ცხენით შემიძლია მივცე ტიპებს და პოლარს დაიჭერენ მერე ხელში, მაგრამ ამას პოლარმი არა აქვს და იმას არ ვიცი. თუ მივეცე ცხენით, ეს აგით მივცემთ ცხენს. პოლარმი თუ დავაჭერინე ერთხელში. აუ თელი ის სტამინაზე გავუშვი, ეგ ცუდია. აი. ბარგზათ აქ გავიაროთ. რაო? აჰა. მე რამდენი ნომერია? მე-3. არმი. ათაკი და აბა ეხლა აქედან რა შეგვიძლია? წამოეგრე დაატყდი მაშინ მაგაც. 15 მეტი არ იყო შიგნით, კარიქა. მეთქე რაღაც დიდი არმია იქნებოდა შიგნით. იქამ ვიდეო დადო. კაი ის არის. YouTube არ ხაქვს. ერთი თამაში იღებს, რომელიც მომწონს და მე ვერ გადმოწერ მაგას. იმიტომ რომ ლეპტოპით გამიფუჭდა, კომპიუტერით დიდი ხნის წინ გამიფუჭდა. დაიმტვრა. ხო და ტელეფონი მოქვს, ეხლა ტელეფონში კიდე ვერ გადმოწერ მაგას. ამიტომაც მაგასთან უყურებ ხოლმე და ტყბები. მომეწონა ძალიან კაი თამაშია, სტრატეგიული თამაშია, ნახევად რა. ნახევად რა პატარათი. კაი ეს რომელი იყო ეხლა? მგონი ეს იყო მეორე ნომერი. ერთი ქალაქის დაიპყრეს ტიპი. კაი პირველი ნომერი. გავუშვათ მანდ. და მეორე ნომერი გავუშვათ, სად არის მეორე ნომერი? იქ ხო?
აი აქ. ანა მანდ გავუშვით პირდაპირ, ჰა. ეს იმას იცავს, ის იმას. მოდით, მეგობრებო. აქედან დაგემშვიდობებით. დღეს დიდათ, რავი, რაღაც გასაოცარი ეპიზოდი არ გამომივიდა, რომ კი გავანადგურეთ ერთი სახელმწიფო მიწასთან გავასწორეთ. კონკრეტულად კი ეს იყო ყაზახები. მაგრამ დიდათ რო თქვა, რომ რაღაც გასაოცარი განადგურება იყო, არა. ძალიან ისე მოძლიერთ უკვე, რომ ის ან მუღამით არ ქონდა ისეთი მაგარი, რომ გავანადგურე ყაზახები რა. საერთოდ ვერ მომცა მაგარ მუღამი. რათა დიდი აღფრთოვანება ხო უნდა მოეცამა, აზე არა, ვერაფერი ვერ ვიგზელი. უკვე ისეთი გაზრდებულები ვართ რა. ვიღაცა ნამეტანი მოვიდა ყვირის გარეთ. გავუშვათ ეგ ბანდ რა. კაროჩე ახლა თვითონ მეიქვის კამაკურასთან მინდა მშვიდობა. თვითონ მეიქვის ახლა ესენთვის არ ბურღავენ და თქვენც მოდი გადაიყავით კაცო რას მიშლით კაცო თქვენ გადაგიხავთ ახლა 100,000 გამაკლია. ამას ერთ ქალაქს ვართმევ და ჯერ არ მინდა კაცო მშვიდობა და რუსებთან საერთოდ არ მინდა. კაი, მეგობრებო, აქედან დაგეშვიდობით, აბა ჰედა, აბა ჰო. მეთქი აიღო და მეთქი ასე მალე როგორ აიღეს. აქედან დაგეშვიდობით, იმედია მოგეწონათ ეს ვიდეო, რადგან ერთ სახელმწიფო გავანადგურეთ და წინსვლა გვაქვს. და რავი, ვცდილობ რომ სწრაფად გადაგიღოთ ხომ როგორც შემიძლია და მალე მოვრჩე ეს გამომიტანო ეს თამაში რა Student Flash 2 რომ მალე მინდა ახალი თამაში დავიწყო რა რამე იმიტომ რომ მართლა უკვე მომბეზდა სულ ერთი და იგივე მესამე კამპანია ეს უკვე და ყელს შავმივიდა რა ეგრეთ თუ შეიძლება ეგრეთ თუ ვიტყვით კი ყელს შავმივიდა უკვე ეს თამაში აბა ჰედა აბა ხო შეხვდებით შემდეგ ვიდეოში Peace